მინდა დავშვიდეთ, ჩვენ არ ვართ აქ ხა ისეთ როლში ხა რომ ჩვენ მოჩენილები ვიყოთ თქვენს პირიქით. მე მინდა რომ კარგად გაგარკვევთ საკითხში. დარწმუნებული ვარ, გამოდი რაიმ ჩარჩოებით. სულთან მეგობრულად, გამოდი რაიმ დავალებებით. აპირებს გათავისუფლებას ხალხის საკრებულოში. მე გისვავთ კითხვას, აუცილებლად გაგცემ დღესვე არ პასუხს. ამასთან დაკავშირებითაც გაგცემ პასუხს, ჩემ მოსაზრებებს გეტყვი, რა პრინციპით ვაპირებ თანამშრომლობის გაშვებას და რა პრინციპით არ ვაპირებ, აუცილებლად გაგცემ პასუხს. მაგრამ მე გისვავ კითხვას, კიდევ ვამეორო. აპირებ თუ არა გათავისუფლებას. როგორ აპირებ თანამშრომლობის გათავისუფლებას? პოლიტიკური ნიშნით, ანუ მოდი კიდევ ერთხელ, როგორც მეგობარს ისე გეტყვი. აპირებს თუ არა მე აუცილებლად თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს, მაგრამ პირველი შევიტოვებ უფლებას ერთად დამასრულებელი. გათავისუფლებას ეხება დღევანდელი სხდომა. აქ იურიდიული კონსულტაციები კი არ არის. კარგი, გამომდინარე მასაკი. ნოტარიუს მიმართოთ ბატონო კახა, თხოვთ მე პასუხი. რა კითხვას მისცემ? აი რა გიქნა? კანონის განმარტება. სამჯერო რა გიქნა? კანონის განმარტება გქნება? კარგი, არა გაქვს პასუხი. მე ვიყავ უფლებას, რაზე მაქვს საუბარი დანარჩენ კოლეგებს ვერტყუ ყველას ამასთან დაკავშირებით. ბატონო კახას არა აქვს, როგორ არ აქვს პასუხი, მაგრამ ამ ხერხულობიდან მოდი ისე მე გამოგიყვანთ და რატო? იმიტომ რომ საუბარია ჩემო კარგებო რაზე. საუბარია იმაზე რომ მე ბატონ კახას დაუსე კითხვა. საჯარო მოხედეს. არ აქვს უფლება საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე მიიღოს მონაწილეობა ოფიციალურად გამოცხადებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან არჩევნების ბოლო დღემდე. აქ საკრებულოს აპარატში დღეს მუშაობენ ადამიანები, ამას მუშაობას ვერ დავარქმევ, ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ დადიოდნენ სამსახურში, აღმოჩნდა რომ არ დადიოდნენ სამსახურში, ბოლო 1 კვირა, 2 კვირა პრაქტიკულად 14 ივლისის შემდეგ ეს ადამიანები პრაქტიკულად არ დადიოდნენ სამსახურში, აღმოჩნდა ის რომ მე უნდა მივიღე გადაწყვეტილება რომ თითოეულ თანამშრომელს უნდა გავეცნო და დაველაპარაკო ზუსტად მაშინ წამოვიდნენ ეს თანამშრომლები მოვიდნენ სამსახურებში, დააჯდნენ ოთახებში, მაგრამ ყოფილების უფროსებს უთხრეს რომ იცი რა მე შენი თანამშრომელი ვარ, მე შენი თანამშრომელი ვარ და იცოდე რომ მე შენი თანამშრომელი ვარ. ეხლა დამავალე რაღაცა. რო ის რო შემოვა, ჩემზე იყო საუბარი, ის რო შემოვა რომ მე რაღაცა დავალების მოვალეობის შესრულების ქვეშ ვარ ამ მომენტში. დავანახოთ ამათ ეს. მე სახელდაგვარებს ვიტყვი და თხოვ შესაბამის უწყებებით დაინტერესდეს ამ საკითხით. მე თხოვნა მექნება ერთი და მეორეც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს თანამდებობის პირები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ დღეს აპარატში. არ ქონდათ მათ არანაირი უფლება და მე შესაბამის უწყება შემთხვევით გავახსენე, იმიტომ რომ მათ მაშინ შესაბამისად უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს ერთი ჩვენი კუთხიდან და შესაბამის უწყებებით დაინტერესდეს ამ კუთხით და თუ საჭირო გახდა სამართლებრივად აგონამ ადამიანებმა პასუხი. ერთი. ეხლა რა შეეხება ახლა ბატონო სამართლებრივად გადაწყვიტო ხო ეხლა მე მე ხო გითხარი დავშვიდეთ. ეხლა რა შეეხება თანამშრომლების გათავისუფლება არ გათავისუფლების საკითხს. პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლება არ მომხდარა და არც მოხდება მომავალში. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით პოლიტიკური ნიშნით არ ვაპირებთ არავის გაშვებას. ერთი ფაქტი დამისახელეთ ბატონო კახა თქვენ უფრო ახლოს ვწამდებით საკრებულოსთან მიმართებაში, საკრებულოს აპარატთან მიმართებაში ერთი თანამშრომელი დამისახელეთ, ან ერთმა თანამშრომელმა თქვას ის რომ მე მის მიმართ რაიმე არასწორი გადახრით, რაიმე არასწორი პოზიციით მიმემართოს და ან პოლიტიკური ნიშნით დავლაპარაკებოდე ვინმეს. მსგავსი არ არსებობს. თუ თქვენ მე ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმეს მტკიცებულებას მეტყვით, მე მზად ვარ დავტოვო ჩემი სამსახური და წავედი. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება თანამშრომლების გაშვება არ გაშვების საკითხს. გამომდინარე იქიდან რაც ბატონმა დავითვალა ძალიან და ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან ჩვენ
დღეს მდგომარეობით ყველაფერს თავი დავანებოთ. ასეთი თანამშრომელი ყავს დღეს ჩვენ საკრებულოს აპარატში. ბოლო 6 თვის მანძილზე ჩემო გარკვევით. ამ ადამიანებს აქვთ ხელფასები აღებული, აქვთ პრემიები აღებული, ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, დაინტერესდით ამ საკითხებით. პრემიერების თემას გულისხმობ და სადეუტო პრემიების ხარჯებს გულისხმობ. დაინტერესდით ყველა ამ საკითხებით და თქვენი გადაწყვეტილებები მიიღეთ და თქვენი შეფასებების გააკეთეთ მათ შორის. მე სურვილით რომ მქონდეს საფინანსო სამსახურს შემიძლია უთხრა ბატონ დავითთან არაერთხელ მქონდა საუბარი და სხვა დანარჩენ კოლეგებთან სურვილით რომ მქონდეს ამ თანამშრომლების დატოვება ფინანსური საშუალებაც კი არ მაძლევს ამის უფლებას რომ დავტოვო ეს თანამშრომლები მაშინ მე ეს თანამშრომლები რამოდენიმე თვით უნდა ვამუშაო უფასოდ უკაცრავად და ამის უფლება მე არ მაქვს